რატომ არ არის დღეს კვირიკაშვილი პრემიერი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ძალიან რთულიც არის და ადვილიც არის ამ კითხვაზე პასუხი გასი, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, აი მას ვიტყვი ნამდვილად. დღეს ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს აბსოლუტურად დავწმუნდი. და ბატონი ბახტაძე მე მას პირადად მიმართე და ეხაც მიმართავ ეთერიდან, იქნებ რამდენიმე დღე დააჩამას და მართლაც მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. აი გულობთად გეუბნებით, შევედი მის მდგომარეობაში, აბსოლუტურად აი ეშაფოძზე შეაყენე და დამოკლეს მახვილი დაკიდეს, ბიზნესში დაკიდა, მას აბსოლუტურად სხვაგან არის ადამიანი. აბსოლუტურად სხვაგან არის. წარმოდგენა არ აქვს, მე მართლა დავჭერ დაბეჭდილება, არ იცის რა ელოდება. თავისივე გუნდის წევრები, ვინც იქ ისხდნენ, პირველები იქნებიან, ვინც ლაფაში არტყამენ ზურგში. აი ამაში აბსოლუტურად დავწუნდი დღეს. მაგრამ ის რომ ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ის ნორმალური ვითარება ნამდვილად. პასუხისგებლობის მქონე ერთი მაღალი თანამდებობის პირიც არ არსებობს. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იტყვის, რომ მე რაშუაში ვარ მუხთალის საქმესთან დაკავშირებით და ეს არის პროკურატურის საქმე, თითქოს ის არ იყოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს. ეხლა საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეზონანსული ძალიან ცუდა წარმოჩინდა ქვეყანა, ხო? ადამიანს ტომარა თავზე ჩამოაცეს, შუათაწმინდიდან გაიტაცეს, ასევე კამერა წაიშალა. ჩართულები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვიცი ეთერში გავიდა თუ არა. მეუბნება მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია. პროკურატურაში პროკურორი არ მყავს, ხო? რომ იყოს, ნუ ეხლა ეს პასუხი არის, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მხრიდან ეს ერთი. მეორე გამოდის ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარი წარსულისა ცხენია. იმდენად დაიბნა მაპატიეთ რა, მინდა ეს დეტალები მეგონი გარისმოდა კარგად. იმდენად დაიბნა, რომ წავიდა განავითარა მოსაზრება თითქოს ნაციონალურ მოძრაობამ 2012 წლამდე რაღაცა კანონი შეცვალაო და არ მქონდაო შესაძლებლობა და ამიტომ ჩაურიცხეო. ჩაურიცხა რომ თქვა ბატონო მიკა, აქ საუბარია იმაზე რომ თიკა ბოგოჩავა დაუსვა კითხვა რომ რამდენად წარმოიდგინეთ, ეხლა აი აქ არიან ადამიანები წარმოდგენილი, ვინც მართლა თავიდან ბოლომდე ანუ იყვნენ რეალური ოპოზიციონერები და 2012 წლის აგვისტოში იყვნენ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაში მაშინი ხელისუფლებასთან, ხო? და 2012 წლის აგვისტოს თვეში დღევანდელი ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 20,000 ლარს ურიცხავს ნაციონალურ მოძრაობას. მე რა უბრალოდ უნდა თქვა, სიმართლე ანისიანაზე. მაგრამ ვერც ეს ამბობს და ვერც მეორეს ამბობს და თქვა რომ უბრალოდ ჩემი საბანკო ანგარიში ტექნიკური თვალსაზრისით გამოიყენესო. ვინ არ თქვა ეს აღარ დაამატა. ანუ შერცხვა რეალურად. სიამდვილეში რა მოხდა? ორივე კალათაში ჩადოკვერცხი, ნაციონალურ მოძრაობის კალათაში ჩადოკვერცხი და ქართულ ოცნებასაც ალბათ მიაწოდა, რომელიც გაიმარჯვებდა. რომელიმე გამოიჩეკოს. კი, პრემიერ-მინისტრს საუბრობ, ჩვენ ვარ საუბრობ ვიღაც რიგით მოქალაქეზე. თქვენ თქვით რომ რამდენიმე დღე დარჩენია ედეგებს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, თქვენ გულისხმობთ რომ თქვას რომ წარმოიდგინეთ, ეხლა ადამიანს რომელსაც არ აქვს კითხვაზე პასუხი, გამოდის და თავს იწონებს და ამავე დროს არც მალავს და ამბობს რომ სამართალ დამცავი ორგანოები არ იქნება ჩემი კომპეტენცია საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ამბობს. ამას ნუ ირიბად ამაზე მიგვითითებს. არც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, ასე ჩემი საზრუნავი, არც პროკურატურა, არც თავდაცვითი შინაარსები. ადამიანი საუბრობს მხოლოდ ეკონომიკაზე, არა და რომც მინდოდეს დაუჯერო, რომ ეს ადამიანი მართლა ცოდნე, გამოცდილი, განათლებული, კარგი ეკონომისტი, კაი ფინანსისტი. პრაქტიკაში რო ვიხედები, რაც მან გააკეთა, ანუ ემპირიულად რა შედეგი დადო 2013 წლიდან 2018 წლამდე 17 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გაანახევრა შემოსავალი საქართველოს რკინიგზაში და თვითმბრუნვა შემცირდა 50% 20 მილიონი ტონიდან 10 მილიონი ტონამდე. ამაზეც პასუხი არ ქონდა. ამის შემდეგ როდესაც კითხვა დაუსვით თუ რა ურთიერთობა გაქვს ბატონ უჩა მამაცაშვილთან, კითხვაზე პასუხი არ გამოსცა და რატო ვეკითხებოდი? იმიტომ რომ მე ხალხო ძალიან მაინტერესებს, რკინიგზის ჭრილში მაინტერესებდა პასუხი მიმიღო. იმიტომ რომ მთელი 4 წლის განმავლობაში ბატონი ბახტაძე სანამ იყო რკინიგზის ხელმძღვანელი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ვერ შეაღწია რკინიგზაში და ვერ მოახდინა იქიდან დოკუმენტაციის ამოღება, რომელიც ეხებოდა შესყიდვებს და რაც შექონდათ რომ ფასნამატებით იყო, არარეალური ფასნამატებით, ყოველ შემთხვევაში რაღაც შესყიდვებში. თვითმბრუნებზე საუბარი ზედმეტია. წარმოიდგინეთ ამ ვითარებაში მოუწია რკინიგზას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დავა სასამართლოში და სასამართლომ არ გაითვალისწინა არგუმენტი ბატონი ბახტაძეს. ანუ ეს მოშეთხოვით არ მომხდარა, ხო? არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს და მეტიც ბატონი გახარია გვერდით ეჯდა
და რეალურად მე იქ ვიგრძენი რომ რეალური პრემიერ-მინისტრი არის ბატონი გახარია, ადამიანი რომელიც შემჩნეულია კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეებზე ხელის დაფარებაში ხალხო. დიახ, აი აქამდე მივედით ბატონ ნიკა, მე პირველი კითხვა ეს დაგისვით, ვიდრე ბახტაძემდე მივიდოდით და ბახტაძეზე, მის პიროვნებაზე, მის პროგრამაზე, გეგმებზე, სამინისტროების შემცირებაზე ვისაუბრებდით, ხომ არ გამოდის მაინც თავისთავად ისე, რომ ქართულ ოცნებას რაც უნდა და მე ვამბობ კი ბატონ, ჩემი სუბიექტური შეფასება, იქნება ასე არ არის, თქვენ მითხარით, რომ მოხდა მაინც ის ზაზა სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე, რაზეც ვსაუბრობთ დღების განმავლობაში და როდესაც ჩვენ მოლოდინი გქონდა, რომ უნდა გადამდგარიყო მთავრობა სწორედ ამ საზოგადოებრივი პროტესტის გამო და როდესაც გადადგა პირველი საბჭო ქონდა, ამიტომ გადადგა. არა, ქართულმა ოცნებამ თავიდანვე დაიწყო ხაზგასმა, რომ ეს არაფერ შუაშია, ეკონომიკა, სიღარიბე და ისე მოხდა მაინც რომ ძირითადად დღეს ყველა ლაპარაკობს ბახტაძეზე, მის პროგრამაზე, სიღარიბეზე, ეკონომიკაზე, სულ უფრო იშვიათად ისმის სწორედ ზაზა სარალიძის და მახას მაჩალიკაშვილის რეალური ბიზნესი რა თქმა უნდა არის ის, რომ მთელი ცხება დანაშაულებებისა სახეზე არის გაშიშდა შინაგან საქმეთა მინისტრი, თორე ის იყო უპირობო კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა, უბრალოდ ბატონმა მაჩალიკაშვილმა ბატონი სარალიძე მათმა ასე ვთქვათ ძლავმა საპროტესტო აქციებმა და ხარდაჭერმა აქციებმაც არ მიცეს ბიზნესში საშუალება ამ ეტაპზე დაენიშნა ბატონი გახარია, თორე რეალურად მიზეზი რომელი ეკონომიკა, რომელი ეკონომიკური დაღმასვლა ხალხო, რასაც ბატონი ბიზნესში საუბრობდა, იმას საუბრობდა მე ბატონი ღარიბაშვილი, იმას საუბრობდა ბატონი კვირიკაშვილი და იგივე საუბრობს ბატონი ბახტაძე და 6 წლის განმავლობაში ხალხი ეხლა რომ მართლაც გონიათ რომ ყველაფერი ჩავითარა და ვერ ხდება და ანალიზს ვერ აკეთებს. მოვიდა ბიზნესმენში საუბრობდა ყველა კომუნალურ გადასახადს გავანახებებულ ელექტროენერგიას 5 თეთრამდე ჩამოიყვანა, არა და 25 თეთრი გახადა. გააძვირა საწოლის ფასი ისტორიულ მნიშვნელობამდე, გაუფასურა ლარი, უმუშევრობის დონე იზრდება და იზრდება. ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის, პენსია არ იმატებს 1 ლარით. ნუ რომელი ერთი მოგიყვეთ, ხო გაუსაძის მდგომარეობა და ამ დროს გამოდის და საუბრობს ბატონი ბახტაძე თითქოს მე მაქვს გეგმა ეხა კონკრეტული, როგორ გავიქნა ქვეყანა და როგორ გავიყვანოს ორ გზაზე სახელმწიფო და გეგმა არის იგივე რაც ბიზნესში ჰქონდა 2013 წელს. ეხა დაუბრუნდებით თქვენს თემათებს ვაბატეთ ბატონ და სხვა სტუმრებს ბატონ გახარიას. მე ბატონ გახარიას დაუდე პირობა, რომ ბოლომდე მივყვე, ვიცით რა, ვალდებული ვარ როგორც პარლამენტის წევრი. არა იმიტომ რომ მე რაღაც იმუნიტეტის მოსარგებლე ადამიანი ვარ და როგორ გაბედეს და მელიას როგორ მოკიდეს ხელი და როგორ გაიტაცეს და ხელბორკილები დაადოს. უბრალოდ დამიმტკიცოს რა კონკრეტული სამართალდარღვევათ უნდა ადმინისტრაციულ ჩავიდნენ. არ არსებობს იგა ბიჭები ახალგაზრდები რომლებიც ედგნენ ბატონ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს არაფრის გამო დაიჭირეს და დღეების განმავლობაში შეაგდეს ეხაც არიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში და მოსამართლეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. მაგრამ მე ხო არ ვიცოდი ვინ მომიტაცა რა. კოლეგების აზრს მაინტერესებს. მე ვწდები კოლეგების აზრს მაინტერესებს რა. მას შემდეგ როდესაც იდენტიფიცირება მოვახდინეთ თუ ვინ მომიტაცა, ვინ ამიტაცა უშუალოდ პირდაპირ გაგებით, ვინ ჩამტერა ემანქანაში და ვინ გამიტაცა და მე 1 საათში თურმე როგორც ქართულმა ოცნებამ თქვა ვიცანით რომ ეს ნიკამელია იყო და ამიტომ გამოვუშვით და განრიდება როგორც ახალი მცნება ისე შემოიტანეს. საოცრებას წავაწყდით რა უშუალოდ ადამიანები ვინც იღებდა მონაწილეობა ჩემს ვითომ დაკავებაში არიან არა რიგითი პოლიციელები, არამედ უმაღლესი თანამდებობის პირები პოლიციის შესაბამისი უწყებების. მაგალითად ბატონი შალვა ბედოიძე ეს არის ქალაქის სამმართველოს უფროსი. ნუ აი ეს ადამიანი უშუალოდ ბოლომდე სანამ არ ჩამაგდო სალონში არ მომიშვა. დიახ, ეს შემდეგ ბატონი თემურ კალანდაძე, შემდეგი დანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. უშუალოდ ამას ეჭირა ჩემი ფეხები მაგალითად. იმას თავი. ხო, ეს ადამიანი თემურ კალანდაძე აი ძალიან მოწადინებული იყო ტელეფონი წაერთვა და ნუ როდესაც მივხვდი რაშიც იყო საქმე, გადმოვაგდე მანქანიდან და ჟურნალისტებმა იყო ჩაღეს და აიღეს. რატომ უნდა მე რომ ამას ვიკეთებე პარლამენტარი ვარ თუ რაცა ვარ, აჯანდაბაც მქვია, ხო? წამოიდგე რიგით ლოკალს რა დავუკეთებე. შემდეგ ბატონი ბაჭულაშვილი, ეს არის ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე. აი ეს ბატონი ესეც. შემდეგ ბოდიში და მინდა რა აუცილებლად სულხან თამაზაშვილი, ეს არის ვაკე სამმართველოს უფროსი ეს ადამიანი. ამას ჩემი თეძოები ეჭირა. ანუ უშუალოდ ერთი წუთით რა ბოდიში მანუჩა მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი. ბოდიში სამი დარჩა. მიხეილ ქურდაძე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. პაპატიეთ მიხეილ პაპიაშვილი, დაინაძალადევის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს დეტექტივების უფროსი და თემურ კუპატაძე, რესპუბლიკის საპატრულოს უფროსი. ამას რა ეჭირა? ხო.
ერთი თუ წარმოგიდგენიათ, აი ავალ გეკითხებით რა, თუ ყოფილა სამე პრეცედენტი, რომ პოლიტიკოს აი ამ ადამიანებს დაქვემდებარებაში ყავს თავიანთ მხრივ, ზოგს 300, ზოგს 400, ზოგს 1000 ქალაქ სამართლის უფროს რამდენი პოლიციელი ყავს დაქვემდებარებაში, ხო? უშუალოდ მოდიან და ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოს იტაცებენ. რა გიპასუხოთ გახარიამ? რა უნდა მიპასუხოს გახარიამ? მიპასუხავს სრულად საპირისპირო, რომ სამართალ დარბაზას ქონდა ადგილი, რასაც ვერ ამტკიცებს და თუ კი ისევ მოიქცევი, აუცილებლად ისევ დაგიჭერო და კი ბატონო, ეხლა რამდენიმე დამიჭერს, მაგრამ ამას რატო უსვამ ხაზს? ეს არის ნათელი დადასტურება, რომ პოლიტიკური დაკავება იყო, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი იყო ეს თითოეული მათგანი. ვინ გასცემდა ამ ადამიანებს ბრძანებას თუ არა ბატონი გახარია? მესმის შესაძლებელია კონკრეტულ ფაქტზე წაგასრონ და იქ რომელი პოლიციელიც არ უნდა იყოს ვალდებულია კანონის თანახმად დაგაკავოს. უცბად რაღაცაად გამოჩნდნენ მთელი ძლიანი ამ ქვეყნისა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამიყვანეს და ერთხელ ვიხმოთ თავი. ანუ ამაზე ვისაუბრეთ, გაუგებარი დღე იყო, მთლიანად რა ხდებოდა ვერ გაარკვევი ვისაკავება. რა ხდება? 5 დღე ერთი კვირის წინ აკავებენ ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აკავებენ სუსის თანამშრომელს, რომელსაც მთელი აღჭურვილობა აქვს, როგორ უსმენენ ოფისს ოპოზიციური პარტიის. ამის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ დეპუტატს საკრებულოსაც რკინას აკამენ თავში და არავის არ აკავებენ. ამის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს დევნა ყველა რაიონში და რატო გიკვეთ ხალხო? მე უბრალოდ ამოჩემოებული კი არ ყევა რა ამადამზე. შემთხვევით კი არ მოდის ის ბორჯომის დამგებელი თავში კი არ მეტყვა შემთხვევით ხალხო. იმიტომ რომ ეს არის მართლაც ერთი ხელწერა გახარიასი, რომ ეხა თუ მელიას თავში ჩაატყამ, თუ ბესო ქათამაძეს თავში ჩაატყამ. დავაშინებ მოდი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიის რიგით აქტივისტებს და ვაფიქრებინებ რომ მოდი ეხა აი ამ ყველა ადამიანს პარლამენტის წევრს თუნდაც უსამართლო, თუნდაც კანონის დარღვევით თუ ვაკავებ ვინმე კოტე არ შეშინდება ამაზეა გაკლა. ამიტომ ჩამოყალიბდეთ დრო არის ხალხო რა დემოკრატიულ წყობილებაში ცხოვრობთ. მე იმას ხო არ ვამბობ რომ ნაციონალური მოძრაობის ანგელოზები ხალხ, მაგრამ გამახსენეთ აგერ არიან ეხლა წაუტრევია ნებისმიერ ხელისუფლებას კისერი კონკრეტულ დანაშაულებებზე, მაგრამ როდესაც შვილმტარი მამები 6 თვის განმავლობაში კვლელებსა და მკვლელების ფარველების დაჟდას ითხოვენ და სახელმწიფო გვარებს ასახელებენ და აქეთ გადმოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მეუბნება რომ თუმე მე არა ვარ აზე და ასეთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რას მიტყობთ? რა გზა რჩება? ხო, რა გზა რას მირჩევთ თქვენ ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ მიაჩნია მისაღებად ხშირ შემთხვევაში ხმაური, არ მიაჩნია ბრძოლა და გონიათ რომ ეხა ბატონი გახარია და ქალბატონი წულუკიანი, ბატონი ივანიშვილი, ეხა ჩვენ დავხვდებით სახლებში, შევხედავთ სოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, მე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება თავისი სწავლის სახლებში. დღეს კიდევ ერთხელ ჩემთვის მე 1000-ჯერ და კიდევ მიხარია რომ ნენელა ბევრი და ბევრი ადამიანი ხდება რა ქვეყანაში ცხოვრობთ. მას შემდეგ რაც კინო რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთ ეთერში, დღეს ბატონმა ივანიშვილმა სტიპენდია, რომელსაც წლების განმავლობაში უხდიდა ქართულ ჯგუფი, გაუუქმა, დაურეკა ვინმე ჩხეტიანმა ქართულ ჯგუფიდან, ბატონ შენგელაია საუბრობს ამას და უთხრა ჩვენთვის მიუღებელია ბატონ ჩემო ის განცხადება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილზე გააკეთეო და შეუწყვეტეს. დათნახი და რა არის? თუ მართლა კინორეჟისორზე დარდო და კინოზე დარდო, ან შეგაგინებს, ან არ შეგაგინებს, ხო, მაგრამ დარდობს ბიძინა ივანიშვილი და ფულს უხდის მათ ვინც მიაჩნია რომ არის ღირებული რომ იყოს ჩუმად. შესაბამისად ხალხო, წარმოიდგინეთ, ასეთი არის 100 მე ვიცი ერთი ეთერი გვეყოფა, მე არ გვეყოფა 166 ადამიანია, ვინც რო გადახედოთ ნაციონალურ მოძრაობა, როდესაც იყო ხელისუფლებაში, იყო ძალიან აქტიური, თქვენ ეთერშიც იყო. თვებს იწეწავდნენ, ჩხუბობდნენ, ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აქციებს აწყობდნენ, ხატრები ბოდიში ნაწილი რექტორი რამდენიმე მათგანი, ექიმი, სად არიან მწვანეთა ორგანიზაციების თავმჯდომარეები. დუმილში უხდით ბიძინა ივანიშვილი ფულს ხალხო